ამერიკამ ზელენსკი კუთხეში მიიმწყვდია და რეპარაციებზე უპრეცედენტო მოთხოვნებს უყენებს. ბრიტანული ტელეგრაფი წერს, რომ დონალდ ტრამპი ზეწოლას ახდენს უკრაინაზე და მას უზარმაზარ სარეპარაციო გადახდებს თხოვს უკრაინულ ბუნებრივ რესურსებზე კონტროლის სახით. ეს დოკუმენტი არის ექსპროპრიაციის შესახებ, არ არსებობს არანაირი გარანტიები, არანაირი დამცავი მუხლები. შეერთებული შტატები არაფერს არ ადგენს. ამერიკელებს შეუძლიათ წასვლა, უკრაინელებს არა. მე მსგავსი არაფერი მანამდე არ მინახავს, ამბობს ატლანტიკ კაუნსილის ენერგეტიკული სამართლის ექსპერტი. სტატიაში ნათქვამია, რომ შეთანხმების დოკუმენტის თანახმად ყველანაირი ეჭვი იფანტება ტრამპის მთავარი მიზნის შესახებ. მას უნდა უკრაინა ამერიკისთვის ნავთობის, გაზის და რესურსული დარგების კოლონიად აქციოს. სტატიის ავტორი იმასაც აღნიშნავს, რომ რუსეთი შესაძლოა მსოფლიო ბაზარზე მალე დაბრუნდეს, ხოლო ევროპული სანქციები მის მიმართ უკვე ივლისში ჩამოინგრეს. ირონია კი იმაშია, რომ დასავლელი პოლიტიკოსების აზრით, სწორედ რუსული ეკონომიკა უნდა ჩამონგრეულიყო სანქციების ქვეშ, მაგრამ დასავლეთის გეგმები არ შესრულდა. დასავლეთი ყველა ფრონტზე დიპლომატიურ კატასტროფას განიცდის, ნათქვამია სტატიაში. ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს ძალიან ცუდი ამბები ელის, თუ კი თეირანი ირანის ბირთვული პროგრამის საკითხზე შეთანხმებას არ დათანხმდება. მე მაქვს სია, ვის უნდა მივადევნო თვალი და ამ სიაში ირანს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. როგორც თქვენ ალბათ იცით, მე ახლახან მათ წერილი გავუგზავნე, რომელშიც ვწერ. თქვენ მოგიწევთ გადაწყვეტილების მიღება ან ერთი ან მეორე მხარეს და ჩვენ არ დავილაპარაკებთ და განვიხილავთ ყველაფერს, ან ირანს ძალიან ცუდი ამბები შეემთხვევა და მე არ მინდა ეს მოხდეს. ჩემი დიდი სურვილია და ამას ვამბობ, არა სიძლიერის ან სისუსტის გამო, რომ ჩვენ ირანთან ამ საკითხს გადავწყვეტ. მარტის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ტრამპმა წერილი გაუგზავნა ირანის უმაღლეს ლიდერს ალი ხამენეის, რომელშიც მიუთითა, რომ ახალი ბირთვული შეთანხმების გასაფორმებლად ორთვიანი ვადა განესაზღვრა. ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს ძალიან ცუდი ამბები ელის, თუ კი ის თავის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმებას არ გააფორმებს. ამერიკის ეროვნული დაზვერვის უფროსმა ტულსი გაბარდმა განაცხადა, რომ გაუუქმა წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე ჯო ბაიდენს, კამალა ჰარის, ჰილარი კლინტონს და რამდენიმე სხვა პოლიტიკოს და ტრამპის კრიტიკოს. პრეზიდენტის განკარგულებით მე გავუუქმე წვდომა ყოფილ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საიდუმლო ინფორმაციაზე. ასევე ნებადართვები და წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე შეუწყდათ კამალა ჰარის, ჰილარი კლინტონს, ლის ჩეინჯს, ადამ კიზინგერს, ფიონა ჰილს და ალექსანდრ ვიტმანს, თქვა გაბარდმა. ილონ მასკმა თავისი სოციალური ქსელი მიყიდა თავისავე სტარტაპს XAI-ს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სფეროში მუშაობს. მასკის თქმით, XAI-ს და X მომავალი მჭიდრო იქნება დაკავშირებული და ამ გარიგებას უზარმაზარი პოტენციალი აქვს, რადგან ის გააერთიანებს მოწინავე ტექნოლოგიებს და XAI-ს გამოცდილებას ხელოვნური ინტელექტის სფეროში X-ის ფართო აუდიტორიასთან. მასკმა ტვიტერი 2022 წელს $44 მილიარდად იყიდა და მას X-ი დაარქვა. ამ გარიგების შემდეგ სოციალური ქსელის ღირებულება შეფასდა $33 მილიარდად ვალების გაუთვალისწინებლად, ხოლო სტარტაპი XAI $80 მილიარდად. ბოლო კვირის განმავლობაში შეინიშნება საგანგაშო ტენდენცია. სულ უფრო მეტი კამიკაძე დრონი აღწევს უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მას. აჩენს მასშტაბურ ხანძრებს, წერს გერმანული გამოცემა ბილდი. ახლა უპილოტო თვითმფრინავები ტაქტიკას ცვლიან. იმის ნაცვლად, რომ ცალკეულმა აპარატმა დროის მცირე ინტერვალში სამიზნის კი ნიფრინოს, დრონები ჯგუფებად იყრიან თავს რამდენიმე 1000 მეტრის სიმაღლეზე, სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრში დაგეგმილი შეტევის ობიექტიდან. შემდეგ კი როგორც ერთი მთლიანი თავს ესხმიან შერჩეულ სამიზნეებს. ამ კოორდინებული თავდასხმების შედეგად ცაში ერთდროულად ადის ასაფეთქებელი ნივთიერებით შეკეთებული მრავალი დრონი და მათგან მხოლოდ ერთეულების ჩამოგდებაა შესაძლებელი, წერს გამოცემა. უნგრეთის პრემიერმა კომენტარი გააკეთა Financial Times-ის იმ სტატიაზე სათაურით, დროა ევროკავშირმა ორბანის პრობლემა გადაწყვიტოს. ორბანის თქმით, Financial Times-ი ერთ რამეში მართალია. ევროპა დარვინისეულ მომენტს გადის. მათ უნდათ ევროკავშირი მშვიდობის პროექტიდან ომის პროექტად აქციონ. ეს ევოლუცია არ არის, ეს ლპობაა. ჩვენ წინააღმდეგობა უნდა გაუწიოთ იმის მიუხედავადაც კი, რომ მათ ჩვენი დასჯა უნდათ.
ილონ მასკი მარინ ლე პენის განაჩენს გამოეხმაურა. როდესაც რადიკალ მემარცხენეებს არ შეუძლიათ დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვება, ისინი სასამართლო სისტემას იყენებენ საკუთარი მოწინააღმდეგეების დასაჭერად. ეს არის მათი სტანდარტული ტაქტიკა ყველგან მსოფლიოში. პარიზის სასამართლომ ფრანგი ულტრამემარჯვენეების ლიდერს მარინ ლე პენს განაჩენი გამოუტანა ევროპარლამენტის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე. პოლიტიკოს სახელისუფლებო ორგანოებში კენჭისყრის უფლება ჩამოერთვა. ის ვერ მიიღებს მონაწილეობას საფრანგეთის 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ის ყოფილ ელჩს რუსეთში მაიკლ მაკფოლს აინტერესებს, რატომ ზულს ევროპელები ასე ძალიან ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს ვენს. რატომ ზულს ვენს ევროპელები ასე ძალიან, სიმართლე გითხრათ არ მესმის. ახსნა განმარტებები მას კომენტარებში თითქმის ერთმად უპასუხეს, იმიტომ რომ ევროკავშირი ზღვის კმაყოფაზეა. ამერიკის პრეზიდენტის შვილი დონალდ ტრამპი უმცროსი ეროვნული გაერთიანების ლიდერის მარინ ლე პენის გასამართლებას გამოეხმაურა. საფრანგეთი ლე პენს ციხეში აგზავნის და არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს. ისინი უბრალოდ ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ჯეი დი ვენსი ყველაფერში მართალი იყო.